გადავშალოთ ბიბლია. მოციქულთა საქმეები მეორე თავი. კითხულობთ პირველ 4 მუხლს. 50-ე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას და იქმნა მოულოდნელად ხმაური ზეციდან თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერავა და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სული წმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მოწყალეო და დიდებულო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, იმ სიტყვისთვის, რომელიც შენი ბაგეებიდან გამოდის და უკან არ გიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან აკეთებს იმას, რაც გწადია და ასრულებს იმას, რისთვისაც გამოგზავნე. გვაკურთხე დღეს შენი სიტყვის მომსმენნი. შენი სულის მადლით მოგვანიჭე, რათა ვეზიაროთ ქრისტეს, ვერ წმუნოთ მას. რწმენი დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ეს რწმენა უშიშრად ვაუწყოთ სამყაროს. მოგიხმობთ და გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. დღეს არის 8 ივნისი 2025 წლის. ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობას. 20 საუკუნეზე მეტი ხნის წინ სულიწმინდა გარდამოვიდა ქრისტეს მოწაფეებზე. როგორ წავიკითხეთ დღევანდელ ტექსტში, წარმოგიდგენიათ, უკვე გავიდა 20 საუკუნეზე მეტი დრო. როგორ ფიქრობ, დრო სწრაფად გადის თუ ნელა გადის? 20 საუკუნეზე მეტი დრო გავიდა. მას შემდეგ, რაც სულიწმინდა გარდამოვიდა მოწაფეებზე, მოეფინა მოწაფეებს. და იწყო მსახურება, ცეციური მსახურება. თომას მანის ფილოსოფიურ რომანში ჯადოსნური მთა ჰამბურგელი ჰანსი მიემგზავრება თავის ბიძაშვილთან, იოახიმთან, შვეიცარიაში. ჯერ ჩადის დავოსში და შემდეგ ერთად ადიან იმ ადგილას, სადაც მისი ბიძაშვილი იმყოფება. და ალპების სიმაღლეში ჰანსი ეკითხება იოახიმს, ალბათ აქ დრო სწრაფად გადისო. ბიძაშვილი პასუხობს, როგორ გითხრა, სწრაფადაც გადის და ნელაც გადისო. მე თუ მკითხავ, საერთოდ არ იძვრისო. არ ვიცი, რამდენად გამოგიცდიათ თქვენ ასეთი რამ, როდესაც არც სწრაფად გადის დრო და არც ნელა გადის, არამედ უბრალოდ არ იძვრის, გაჩერებულია. რა არის 20 საუკუნე სულიწმიდისთვის? რა არის 20 საუკუნე ღვთისთვის? ჩვენთვის ბევრია, შეიძლება ამ გადმოსახედიდან ვთქვათ, რომ სწრაფად გაიარა ამ ჟამმა. მაგრამ თითქოს დრო გაჩერებულია იმ თვალსაზრისით, რომ სულიწმინდა არცად არ წასულა. ის მოვიდა, მოეფინა მოწაფეებს, აავსო ქრისტეს მოწაფეები თავისით
და დღევანდელ დღემდე იმყოფება ჩვენ შორის და აღასრულებს თავის საქმეს. რას გვასწავლის სულთმოფენობა? რა მოხდა სინამდვილეში ამ დღეს? რა შეიძლება დავინახოთ და მივიღოთ დასარიგებლად, დასამოძღვრად? ეკლესია ძველი დროიდან მოყოლებული გამოხატავს თავის ურყევ, მტკიცე, მყარ რწმენას სულიწმიდის მიმართ, როგორც ღვთისადმი. ეს რწმენა არის გაცხადებული სარწმუნოების სიმბოლოში, იგივე მრწამსში. ჩვენ ხშირად ვაპელირებთ მრწამსზე, ვახსენებთ მრწამსს. მინდა შეგახსენოთ, რა არის მრწამსი? მრწამსი ეს არის ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების მოკლე და ზუსტი გადმოცემა. შედგენილი და დამტკიცებული ორ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ორ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ეს არის მეოთხე საუკუნე. წარმოიდგინეთ, ძველი დროიდან მოყოლებული. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ეკლესიამ მყარად, მტკიცედ აჩვენა თავისი რწმენა, განაცხადა თავისი რწმენა სულიწმიდის მიმართ, როგორც ღვთის მიმართ, როგორც უფლის მიმართ. აი რას ამბობს მრწამსი? მრწამს სულიწმიდა, უფალი და ცხოველს მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ეს არის მრწამსის სიტყვები. წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნის წინ ეკლესიამ გამოთქვა ეს რწმენა სულიწმიდის მიმართ, როგორც უფლისადმი, როგორც ღვთისადმი. არაერთი სიტყვა, ქადაგება, თხზულება მიუძღვნეს ეკლესიის მამებმა სულიწმიდას. მინდა გითხრათ, რომ რწმენა სამებისა ეს არის განმასხვავებელი ნიშანი ქრისტიანებისა. არც ერთ რელიგიაში, არც ისლამში, არც იუდაიზმში, არც ერთ რელიგიაში არ არსებობს რწმენა სამებისა. მეცაც გეტყვით, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ქრისტიანულ რწმენას განსაზღვრავს როგორც ნეტარი, სრულყოფილი სამების რწმენას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა ათანასე ალექსანდრიელისთვის ქრისტიანი ნიშნავს მორწმუნე წმინდა სამებისა. იქ სადაც არ არის რწმენა წმინდა სამებისა, არ არის საერთოდ ქრისტიანობა. სტამბოლში ყველა ხართ ნამყოფი? ყველა. აია სოფიაში? ბევრი ხართ ნამყოფი აია სოფიაში? აია სოფიას ახლოს მდებარეობს ეკლესია. მას უწოდებენ აია ირინის ტაძარს. ზოგჯერ სხვანაირი გამოთქმით სიტყვიდან ეირენე, რაც ნიშნავს შვიდობას. სოფია ნიშნავს სიბრძნეს. ეს ორი ტაძარი მიძღვნილია სიბრძნისადმი და მშვიდობისადმი. სოფია არ გეგონოთ ქალის სახელი, ან ირინა ამ შემთხვევაში ქალის სახელი. ეს სიტყვები განასახიერებს ღვთაებრივ წმინდა სიბრძნეს და ღვთაებრივ წმინდა მშვიდობას. ირინა საერთოდ მშვიდობას ნიშნავს, ისევე როგორც სოფია სიბრძნეს ნიშნავს. ამ ტაძარში, ამ ეკლესიაში გაიმართა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება
391 წელს 150 ეპისკოპოსი შეიკრიბა. რატომ ვახსენებ ჩვენ აი ამ ეკლესიას და ამ კრებას? სწორედ ამ კრებაზე 150 ეპისკოპოსმა აი ამ კრებაზე, რომელიც არის საეკლესიო ისტორიაში წოდებული როგორც სოფლიო საეკლესიო კრება, ეკლესიამ დაგმო და უარყო სრულსწავლება სულიწმინდის შესახებ, რომელიც ამტკიცებდა, რომ სულიწმინდა არ არის ღვთაება. მაკედონიოსი ან მაკედონი, სხვადასხვა წყაროებში, ან მაკედონიუსი იქნა განკვეთილი. ამ პიროვნებას უკავშირებენ სწორედ სრულსწავლებას, რომელიც გმობდა სულიწმინდას, რომელიც უარყოფდა მის ღვთაებას. მინდა გითხრათ, რომ ამ კრებაზე მონაწილეობდნენ და იმყოფებოდნენ ისეთი მნათობები ქრისტიანული სამყაროსი, როგორიც იყვნენ წმინდა გრიგოლ ნოსელი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნაზიანზელი. წმინდა გრიგოლ ნოსელმა სიტყვაც თქვა სულიწმინდის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ მამაძე და სულიწმინდა არის ის სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა, რომელიც ჩვენ გადაგვარჩენს. იცით, ამ ხალხს შეარქვეს პნევმატომახები, ანუ სულიწმინდის მოწინააღმდეგეები. აბა გამოიცანით, ვინ და ვინ არიან დღეს პნევმატომაქები ან პნევმატომახები. დღევანდელ დღეს ვინც უარყოფენ სულიწმინდის ღვთაებრიობას. დიახ, ქრისტიანულ სარწმუნოებაში აღმოცენებული სექტები. ამ ეკლესიამ ყველას დაამახსოვრა თავი, იმიტომ რომ სწორედ ხმამაღლა იქნა გაცხადებული და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ხმამაღლა იყო გაცხადებული, რომ ღმერთი არის ერთ-არსი და განუყოფელი, მამაძე და სულიწმინდა. რომ სულიწმინდა იგივე ღმერთია, როგორც მამა და ძე, როგორც თქვით, მრწამსი. სწორედ ამ ორ საეკლესიო კრებაზე იქნა მიღებული ეს მრწამსი. მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის იცემების და იდიდების. ის არის უფალი ცხოველს მყოფელი. წმინდა გრიგოლ ნოსენი აი ამ სწავლებას, იცით, რა სიტყვებით მოიხსენიებს მის სიტყვაში. სულიწმინდის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ სიტყვაში. როგორც განგრენას, რომელიც ვრცელდება ჭეშმარიტ სწავლებაზე და რომელიც უნდა იყოს შეჩერებული. მაკედონია იყო, ან მაკედონიოსი, სხვადასხვა წყაროებში, სხვადასხვანაირად ქართულ წყაროებში მოიხსენებენ ამ პიროვნების სახელს, იყო ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლში. წარმოგიდგენიათ, ეს ქრისტიანულ სამყაროში მოხდა ასეთი გადასხვაფერება, გაუკუღმართება. რა მოხდა სულთმოფენობის დღეს? ორი რამ. ჯერ დავასახელებთ, ხოლო შემდეგ მოკლედ მიმოვიხილავთ. პირველი, სულთმოფენობის დღეს სულიწმინდამ გააქადაგა, აამეტყველა ქრისტეს მოწაფეები. და მეორე, სულთმოფენობის დღეს სულიწმინდამ შეკრიბა ადამიანები და აზიარა ქრისტეს. ანუ გადააქცია მორწმუნეებად.
სულთმოფენობა დღემდე გრძელდება. ის არ დამთავრებულა. სულიწმიდა გარდამოვიდა, ეს ისტორიული ფაქტია, მომხდარი დროში, მაგრამ ის კვლავ რჩება. აქ ეკლესიასთან იმისათვის, რომ აღასრულოს თავისი ღვთაებრივი მისია, მსახურება, რომელიც, როგორც ჩვენ ხედავთ საღვთო წერილის ტექსტში, გამოიხატება ერთი მხრივ ეკლესიის, ქრისტეს მოწაფეების ამეტყველებაში, გაქადაგებაში და მეორე მხრივ ურწმუნო ადამიანების, ღვთისაგან შორს მყოფი ადამიანების ქრისტესთან შეკრებაში, ქრისტესთან ზიარებაში. რა მოხდა ამ დღეს? ამ დღეს მოხდა ის, რომ ეკლესია პირველად გაქადაგდა. რამდენი ადამიანი გადაარჩინა ქრისტეს მოწაფეებმა ქრისტეს აღდგომიდან ვიდრე სულთმოფენობამდე? არც ერთი. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ისინი ქადაგებდნენ, დადიოდნენ, ვინმეს უმოწმებდნენ უფლის შესახებ, არც ერთი ადამიანი. მეტიც ქრისტემ უბრძანა, არ განშორდეთ იერუსალიმს, ვიდრე არ მოვა, ვიდრე არ შეიმოსებით ძალით მაღლიდან. ჩვენ ვხედავთ ეკლესიას, ასე ვთქვათ, მუნჯს, ქრისტეს მოწაფეები, როდესაც ქრისტემ მკვდრეთი დააღდგა, ჯერ შიშის გამო ჩაკეტილები იყვნენ. გასვლასაც ვერ ბედავდნენ. მათ ეშინოდათ არამც თუ ქადაგება. არამც თუ ქადაგება, პირიქით, წმინდა პეტრე მოციქულმა უთხრა, წავიდეთ დავიჭიროთ თევზი. მიუბრუნდნენ იმ საქმიანობას, რომელთაც იყვნენ ოდესღაც დაკავებულნი. არადა იესომ უთხრა მათ, მე გამომყევით და მებადურეებად გაქცევთ. ჩვენ ვხედავთ რა მოხდა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ. იესო 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა მათ და არწმუნებდა, რომ ეს ის იესოა, რომელიც ჯვარზე მოკვდა, მკვდრეთით აღმდგარი. ბოლოს და ბოლოს მან ისინი დაარწმუნა თავის აღდგომაში, თავის სიცოცხლეში. მან მისცა მათ მისია, წასულიყვნენ და სახარება ეუწყებინათ ყველგან, ყველასთვის. მაგრამ ვიდრე არ გადმოვიდა სულიწმიდა. მისია იყო შეუსრულებელი. სულიწმიდამ აამეტყველა ადამიანები. სულიწმიდამ აამეტყველა ეკლესია. სულიწმიდამ გააქადაგა ეკლესია. ისინი, რომელნიც არ ქადაგებდნენ, გაქადაგდნენ. იმავე საკეთებს დღეს სულიწმიდა. მას შეუძლია ადამიანი, რომელსაც არასოდეს ულაპარაკია მის შესახებ, აალაპარაკოს. იცით რას ამბობს ნეტარი ავგუსტინე თავის ცნობილ ნაშრომში, სახელწოდებით აღსარებანი. ვაი მას, ვინც შენ გვერდს აგივლის და არაფერს იტყვისო. რადგან შენზე მეტყველიც კი მუნჯი არისო. გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა. ანუ ღმერთზე რო ლაპარაკობ, მაინც მუნჯად ითვლები, იმიტომ რომ საკმარისად ვერ ლაპარაკობ, მაგრამ ვაი იმას, ვინც შენ გვერდს აგივლის და დადუმებული არისო. როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ ქრისტეს მოწაფეები ჯვარცმის შემდეგ? დადუმებულ მდგომარეობაში. უმეტყველონი იყვნენ, არ მეტყველობდნენ, არ ლაპარაკობდნენ, არავის არ ეუბნებოდნენ ქრისტეს შესახებ. ეშინოდათ, არ ქონდათ გაბედულება. მათი მოძღვარი მოკლეს. პირდაპირ წერია ტექსტში, რომ შიშის გამო ერთად იყვნენ შეკრებილნი. და როდესაც სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე, მათ შეეძლოთ თავად სინედრიონის წინაშე გაბედულად მდგარიყვნენ და იესოს შესახებ ელაპარაკათ.
და სინედრიონის წევრებს უკვირდათ მათი გაბედულება. საიდან მოვიდა ეს გაბედულება, საიდან მოვიდა ეს მიზანდასახულობა, საიდან მოვიდა ეს მოშურნეობა, საიდან მოვიდა ეს შემართება. სულიწმიდის ცეცხლით გაჩირაღდნენ ქრისტეს მოწაფეები, მათ ააკიაფეს სახარების შუქი. სწორედ ასეთ მდგომარეობაში გაეშურნენ ისინი თავისი მისიის შესასრულებლად. თქვენ გონიათ, რომ სულიწმიდას არ შეუძლია გააკეთოს ეს. სულიწმიდას შეუძლია მკვლელიც აალაპარაკოს და გააქადაგოს და ღმერთზე ამეტყველოს. თუ არ გჯერათ, გაგახსენებთ ამბავს საღვთო წერილიდან. პირველი მეფეთა მე-19 თავი. საული ეძებდა დავითს მოსაკლავად და გაიგო რა მოჩი მივიდა დავითი თავის სულიერ მამასთან სამუელთან და მოუყვა ყველაფერი, რა ბოროტებაც გაუკეთა საულმა. რატომ მივიდა სამუელთან? და არა მის ხორციელ მამასთან, სულიერ მამასთან მივიდა. ჩვენ არ ვიცით. შეიძლება მისი ხორციელი მამა ცოცხალი აღარ იყო იესე, მაგრამ მივიდა იმიტომ რომ სწორედ სამუელი იყო ის, ვინც ცხო დავითი მეფედ. მიირბინა მან სამუელთან, ყველაფერი მოუყვა. ყველა ის ბოროტის საქმე, რაც ჩაიდინა საულმა მის წინააღმდეგ და საულს შეატყობინეს, შენი მოსისხლე მტერი, შენი კონკურენტი. ასე უყურებდა ის როგორც კონკურენტს. და რა კონკურენცია იყო? ის ფიქრობდა, რომ დავითი არის სწორედ ის, ვინც წამართმევს მე მეფობას. გააგზავნა მკვლელები, ჯალათები. გახსოვთ ხო ეს ისტორია? ხო გაიხსენეთ? პირველი მეფეთა მე-19 თავი. ჯალათები მიდიან მოსაკლავად დავითისა. იმ დროს, იმ მომენტში არც სამუელის მხრიდან, არც დავითის მხრიდან არ იკვეთება სამხედრო მზადყოფნა, საბრძოლო მზადყოფნა, რომ מחვილით დახვდნენ. მაგრამ ჩაერია სულიწმიდა და ასე წერია, როდესაც მივიდნენ ჯალათები, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე და გაქადაგდნენ. გესმით ხალხო, მკვლელები ამეტყველდნენ ღმერთზე, გაქადაგდნენ. სხვა ჯალათები გამოუშვა საულმა, ისინიც გაქადაგდნენ. მესამე ჯერ გაუშვა, გაქადაგდნენ და თქვა, მოდი მეწავალ და მე მოვკლავ ჩემი ხელით. და როდესაც წავიდა, სულიწმიდა გადმოვიდა მასზე. რა დაემართა საულს? მთელი დღე და ღამე ქადაგებდა. და გამონათქვამიც გაჩნდა ხალხში. ნუ თუ საულიც გაქადაგდაო. ნუ თუ საულიც გაქადაგდაო. ნუ თუ საულიც გაქადაგდაო. მკვლელი გახდა მოქადაგე. რატომ? სულიწმიდა გადმოვიდა მასზე. შეშინებულები, დაბნეულები გაქადაგდნენ. აი აქ ამ ჩვენ პირველ ნაწილში უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როდესაც ვლაპარაკობთ სულიწმიდამ ამეტყველა პირველი მოწაფეები, იგულისხმება ისინი ამეტყველდნენ ქრისტეზე. ქრისტეზე. არა უბრალოდ ამეტყველდნენ, არამედ დაიწყეს ლაპარაკი ქრისტეზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რაც უფალმა ბრძანა ვიდრე მოკვდებოდა, როდესაც მოვა ჩემი სული, ის განმადიდებს მე. როცა მოვა სულიწმინდა, ის დაამოწმებს ჩემზე. ასე ლაპარაკობს ის მეოთხე სახარებაში, წმინდა იოანეს სახარებაში. შეხედეთ თავად მრწამს. 12 მუხლისგან, წევრისგან შედგება მრწამსი. ერთი მუხლი ეძღვნება მამა ღმერთს. ერთი მუხლი, მერვე მუხლი, სულიწმინდა ღმერთს. და რამდენი მუხლი? მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, 6 მუხლი ღვთის ძეს. თქვენ გონიათ ეს შემთხვევით არის? მამა, ძე და სულიწმინდა ერთ არსი ღმერთია, მაგრამ ახალი აღთქმის ეპოქაში იესო ქრისტე უნდა წარმოჩნდეს როგორც მთავარი, როგორც პირველი
როგორც მხსნელი და როგორც გამომსყიდველი. მას უნდა ეკუთვნოდეს პირველობა ჩვენს ქადაგებაში, ჩვენს მეტყველებაში. წერია, როდესაც სულიწმინდა გარდა მოვიდა მოწაფეებზე, მათ დაიწყეს ლაპარაკი ღვთის დიდ საქმეებზეო. თუ ჩვენ ჩავიკითხავთ მეორე თავს, გეკითხებით, ღვთის ყველაზე დიდი საქმე რომელია, რომელიც მან მოახდინა? ყველაზე დიდი საქმეებს შორის ღვთისძის სიკვდილი ჯვარზე, გამოსყიდვა, რომელიც მან მოიპოვა ჩვენთვის. 50 დღესასწაულს, სულთმოფენობისას, როდესაც გაისმა პირველი ქრისტიანული ქადაგება იყო არა სული წმიდაზე, არამედ იესო ქრისტეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა კი ძალიან მკვახეთ ვიტყვი. ძალიან მკვახეთ ვიტყვი. მკვეთრად ვიტყვი. იქ სადაც ბევრი ლაპარაკია სულიწმიდაზე, იქ სულიწმიდა არ არის. გესმით? ხომ მკვახეთ არის ნათქვამი. ანუ ამ საქმეში სულიწმიდა არ მონაწილეობს. იმიტომ რომ სულიწმიდის მისია და მსახურება არის რომ ყველაზე მეტი იყოს ლაპარაკი იესო ქრისტესზე. ეს არის მისი მოწოდება. ერთხელ მამაჩემამ მკითხა, რატომ არის რომ აი ჩვენ ლოცულობთ ღვთის მიმართ, ვახსენებთ იესო ქრისტეს? მე გავაგრძელებ მამაჩემის შეკითხვას. სულ ახალ აღთქმაში ხშირად თლიანად ლაპარაკია ქრისტეზე, სახარებები ეძღვნება ქრისტეს, ეპისტოლეები ეძღვნება ქრისტეს, გამოცხადების წიგნი ეძღვნება ქრისტეს, საქმეებში დიახ, თითქმის ყველა თავში მოხსენებულია სულიწმინდა, მაგრამ ლაპარაკია ძირითადად ქრისტეს სახელის განდიდებაზე. რატომ? რა ნაკლები ღმერთია სულიწმინდა ვიდრე ძე? ღვთისა ან მამა ღმერთი? არა. როგორც მწამსი ამბობს, კიდევ ერთხელ ციტირებ, მამისათანა და ძისათანა თაყვანის იცემების და იდიდების, ჩვენ სულიწმინდას თაყვანს ვცემთ, ვაქებთ და ვადიდებთ, როგორც მამას და ძეს, მაგრამ მან ინება უხეშად რომ თქვათ, ჩრდილში ყოფნა. მან ინება იესო ქრისტეს სახელის განდიდება. საიდან უნდა გავიგოთ, რომ სულიწმინდა არის იმ ადგილას ან იმ ქადაგებაში, თუ იქ იესო ქრისტე უპირველეს ყოვლისა, თუ იქ იესო ქრისტე განდიდდება, იქ არის სულიწმინდა. არ დამავიწყდება ერთი ბრიტანელის ქადაგება ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც ვიმყოფებოდი, რომელმაც ხაზი გაუსვა აი რა გარემოებას, სულთმოფენობის დღეს, სულიწმიდის დღეს, სულიწმიდა აქადაგებს წმინდა პეტრეს იესო ქრისტეზე და არა საკუთარ თავზე. დღეს არის სულთმოფენობა, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ სულიწმინდის გარდამოსვლას, ჩვენ საგალობებში სულ ვახსენებთ სულიწმინდას, მაგრამ ჩვენი ღვთისმსახურება დაიწყო იესო ქრისტეს სახელის განდიდებით. მიაქციეთ ყურადღება თუ არა? პირველი საგალობელი ეძღვნებოდა იესო ქრისტეს. იმიტომ რომ არ არსებობს ამაზე დიდი საქმე, რაც ღმერთმა გააკეთა. სულიწმინდა იყო ჩართული სწორედ იმ საქმეში, რომ იესო ქრისტე ჯვარზე მომკვდარიყო ჩვენთვის. ეს უფლის სიტყვებია. როდესაც მოვა, მე განმადიდებსო. მოვა, ჩემზე დაამოწმებსო. როგორ აღმოვაჩინოთ, როგორ განსაზღვროთ, როგორ დავინახოთ სულიწმინდის მოქმედება და მსახურება იქ, სადაც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ ქრისტეზე. იქ, სადაც წარმოაჩენენ ქრისტეს პირველობას, იქ, სადაც ლაპარაკია ჯვარცმაზე, აღდგომაზე, იქ არის სულიწმინდა. იმიტომ რომ ამის გაკეთება შეუძლებელია სულიწმინდის გარეშე. იმიტომ რომ ეს არის მისი მსახურება. აამეტყველოს ეკლესია, როცა ვამბობთ აამეტყველოს, აალაპარაკოს ღვთის დიდებულ საქმეებზე. და რა არის ღვთის საქმეთა შორის ყველაზე დიდებული და გამორჩეული საქმე? ჩვენი გადარჩენა, რომელიც ქრისტე მოიპოვა ჯვარზე. არ არსებობს ამაზე დიდი საქმე. ამისათვის მან გადაიხადა საკუთარი სიცოცხლის ფასი. ამისათვის მან დაღვარა წმინდა სისხლი.
უფალს შეუძლია მუნჯიც აამეტყველოს. როცა ვლაპარაკობ მუნჯი, ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ ულაპარაკია ქრისტეზე. თუ საული აამეტყველა და გააქადაგა, თუ მკვლელები, ჯალათები, მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ამეტყველება. რომ გახსნას ბაგეები. ფსალმოთა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, გახსენი ბაგეები და მე ავავსებ მას. შეშინებული მოწაფეები გადაიქცნენ ძლიერებად, ლომებად, იმიტომ რომ სული წმინდა გადმოვიდა მათზე და მათ შეძლეს იესოზე ლაპარაკი. იმ იესოზე, რომელზე ლაპარაკი შეიძლება უკვე სამარცხვინო იყო, იმიტომ რომ გასამართლეს უსამართლო სასამართლოთი, მოკვეთეს, ჯვარსაცვეს, აფურთხეს, მაგრამ მათთვის ეს იესო გახდა ძვირფასი. მეორე, რაც მოხდა სულთმოფენობისას და რასაც უნდა ვსწავლობდეთ ჩვენ, აი ამ მოვლენით ეს არის ის, რომ სულიწმინდამ შეკრიბა ადამიანები და გადააქცია ისინი მორწმუნეებად. უამრავი ადამიანი იყო ჩამოსული იერუსალიმში, უამრავი, ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან. განგებამ ასე გააკეთა. ისინი ჩამოიყვანა არასულიწმინდის მოსასმენად, მათი განზრახვით. ისინი ჩამოვიდნენ დღესასწაულზე, ებრაულ დღესასწაულზე, 50-ობის დღესასწაულზე. მაგრამ განგებამ ისე გააკეთა, რომ სწორედ ამ დღეს სული გადმოვიდა მოწაფეებზე და მათ მოისმინეს იესო ქრისტეს შესახებ. რა გააკეთა სულმა? არა მარტო აამეტყველა ეკლესია, არამედ აი ეს ხალხი, ეს ადამიანები მორწმუნეებად აქცია. ძმებო და დებო, არ არსებობს სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანის მორწმუნედ გადაქცევა. არ არსებობს სხვა ძალა. როგორც დღეს ვახსენეთ წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელმაც თქვა, მამა ძედა სულიწმინდა არის ის სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა, რომელიც გადაგვარჩენს. არ არსებობს სხვა ძალა. აი როგორ გამოთქვა ეს აზრი ზაქარია წინასწარმეტყველმა. არა ადამიანური ძალით და ადამიანური ძლიერებით, არამედ უფლის სულით. ახალი აღთქმა ამბობს, არავის არ შეუძლია იესოს უწოდოს უფალი, თუ არა სულიწმინდით. და ვინც იესოს აგინებს ან წყევლის, არ ლაპარაკობს სულიწმინდით. ანუ იქ, სადაც იესო არ არის დაფასებული, იქ იესო სადაც არ არის წარმოჩენილი, სადაც იესო არ არის პირველი, სადაც იესო არ არის თავი, სადაც იესოს ჯვარცმა არ არის ნახსენები, იქ სულიწმინდა არ არის. შეიძლება წიგნები დაიწეროს სულიწმინდაზე, შეიძლება მილიონჯერ ახსენოს სულიწმინდა, მაგრამ თუ იქ ქრისტე არ არის პირველ რიგში, უპირველეს ყოვლისა, განდიდებული, დამოწმებული, აღმატებული, იქ არ არის სულიწმინდა. მხოლოდ სულიწმინდა შეუძლია ჩვენი გულების გაჩირაღდნება. სულიწმინდის მიერ გაჩირაღდნებული გული მზად არის გაეშუროს და აუწყოს სახარების სინათლე. მაგრამ როგორ გახდეს ადამიანი მორწმუნე? მარტო მეტყველება, მარტო ქადაგება, მარტო დამოწმება, მარტო გაზიარება თურმე საკმარისი არ ყოფილა. თუ იქ არ დახვდა სულიწმინდის მიერ მომზადებული გული. შეხედეთ როგორ მოექცა პირველი ადამიანი, პირველი ნაყოფი წმინდა პავლე მოციქულისა ევროპაში, სახელად ლიდია. წერია, როდესაც პავლე ქადაგებდა, უფალმა გაუხსნა მას გული წმინდა პავლე მოციქულის სიტყვების მოსასმენად. მოციქული ქადაგებდა, მაგრამ სულიწმინდა მუშაობდა მის გულში. ხსნიდა მის გულს. ერთ-ერთი ფსალმუნი ვიგალობთ ჩვენ დღეს, სულოწმინდა მოდი და გაგვაგებინე შენი სიტყვებიო. ხო იყო ესეთი ფსალმუნი?
შეუძლებელია ღვთის სიტყვის გაგება, მიღება, შეუძლებელია ქრისტეს შეყვარება, შეუძლებელია მორჩილად ცხოვრება, შეუძლებელია სიწმინდეში ყოფნა სულიწმინდის გარეშე. წარმოუდგენელი არ არსებობს. ეს არის მისი მისია და მისი მსახურება, ურწმუნო გადააქციოს მორწმუნედ. არა მარტო ამეტყველოს მორწმუნეები, არა მარტო მისცეს მათ ძალა და გამბედაობა, ქრისტეზე ილაპარაკონ, ქრისტეზე დაამოწმონ, არამედ სულიწმინდა კრებს ადამიანებს, როგორც შეკრიბა იერუსალიმში. უამრავი ადამიანი მოიყვანა და უამრავ ადამიანმა მოისმინა ქრისტეს შესახებ. მაგრამ მოსმენა საკმარისი რო არ არის, რას ვკითხულობთ მეორე თავში, გაგრძელებაში. პირველი ქრისტიანული ქადაგების შემდეგ წერია მათ გულზე მოხვდათ. მათ გულზე მოხვდათ. ეს ხვანაირი გულზე მოხვდათ არის. ეს არის იმნაირი გულზე მოხვდა, როდესაც შეეკითხეს, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ გადავრჩეთ. აი როგორი გულზე მოხვდა ეს. ეს არ არის უბრალოდ სიტყვა ითქვა და გულზე მომხვდა. ემოცია გამოიწვია, ან რა კარგი წიგნია წავიკითხე, გულზე მომხვდა, ან რა კარგი გალობა გულზე მომხვდა, რა კარგი ქადაგება გულზე მოხვდა. არა, აქ უფრო სიღრმისეული გულზე მოხვდა. აქ იმისთანა გულზე მომხვდა, როდესაც მთელი ერი, უამრავი ადამიანი, დაახლოებით 3000 კაცი ეკითხებიან მოციქულებს, რა გავაკეთოთ? რა გავაკეთოთ? მოინანიეთ, ირწმუნეთ, მოინათლეთ და ასრულებენ ამას. კი არ მიდიან უკან, როგორც ის მდიდარი ჭაბუკი, როდესაც ქრისტემ შესთავაზა მას გაყოლოდა და დამწუხრებული წავიდა. არა, 3000 ადამიანი აკეთებს იმას, რასაც წმინდა პეტრე ეუბნება. გეკითხებით, განა პეტრეშია ამისთანა ძალა, ან მოციქულებში, ან ნებისმიერ ადამიანში? არა, მხოლოდ სული წმიდამ შეძლო ამის გაკეთება. ეს არის ჩვენთვის მაგალითი და ეტალონი. ამას წინ მე და ილია საუბრობდით ძალისხმევაზე, ქადაგებაზე, მოქმედებებზე და ასე შემდეგ და აბსოლუტურად ვეთანხმები რაც თქვა, რაც არ უნდა გააკეთო. თუ სული წმიდა არ იმოქმედა, თუ იქ არ ჩაერია, ყველაფერი იქნება უნაყოფო. ყველაფერი იქნება უნაყოფო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოშურნენი, როდესაც ვეძებთ ღმერთს და ვეძებთ სულიწმიდით ავსებას, როდესაც ვეძებთ სულიწმიდაში ყოფნას, ყოველთვის გვახსოვდეს რა მოხდა სულთმოფენობისას, რას გვასწავლის სულთმოფენობა. ერთი, სულიწმიდის ძალით ჩვენ შეგვიძლია ავმეტყველდეთ, დავამოწმოთ ყველამ თავისი პოზიციიდან. არ არის ამისათვის საჭირო იყო მოქადაგე, ან წინამძღვარი, ან კარგი ორატორი. სულიწმიდას შეუძლია გახსნას მუნჯის ენა და აამეტყველოს ქრისტეზე ნებისმიერი ადამიანი. თუ ჯალათები აამეტყველა და გააქადაგა, გააქადაგა ნიშნავს ისინი ღმერთზე საუბრობდნენ, რომ ხალხს მოესმინე. მაგრამ თუ არ გვაქვს ამის მოლოდინი, თუ არ გვაქვს ამის რწმენა და მეორე, როდესაც ჩვენ ვმეტყველებთ, ან როდესაც ეკლესია მეტყველებს, ჩვენ უნდა დავიტოვოთ რწმენა იმისა, რომ არა ჩვენი ძალით, არა ჩვენი ძლიერებით, არა ჩვენი მხედრობით, არა ჩვენი უნარობით, არა ჩვენი ცოდნით, არა ჩვენი გამჭრი ახობით, არა ჩვენი რესურსებით, არა ჩვენი რიტორიკით, არა ჩვენი ლამაზი, მაღალფარდოვანი სიტყვებით, არა მუსიკით, არა ნებისმიერი რაიმეთი, არამედ უფლის სულით. უფლის სულით. მხოლოდ სულიწმიდას შეუძლია შეცვალოს ადამიანი. ხელახლა შუას ადამიანი, გააცოცხლოს მკვდარი, სიცოცხლე მისცეს მას. თავად სული ნიშნავს სიტყვა, სული, როგორც ებრაულად, ასევე ძველ ბერძნულად, სუნთქვას, სიცოცხლეს. ქარს, სიცოცხლეს, სუნთქვას. მას შეუძლია უსულოში, უსიცოცხლოში, მკვდარში სიცოცხლე წარმოშვას. გასაოცარი რამ არის. 3000 ადამიანი, რომელთაც მოისმინეს ქადაგება, უფლის დიდებული საქმეები, სულიწმიდის მოქმედების წყალობით გადაიქცნენ მორწმუნეებად. რა თქმა უნდა,
ეს არ ამცირებს ჩვენ სურვილს გამოვიჩინოთ ძალისხმევა უფლის საქმის კეთებაში, მაგრამ შორს ჩვენგან ამპარტავნება, შორს ჩვენგან საკუთარი თავის გაკერპება, საკუთარ თავებზე ძალიან დიდი წარმოდგენის ქონა. ჩვენი რწმენა უნდა ეფუძნებოდეს იმას, რომ მხოლოდ მის სულს შეუძლია შთაბეროს სიცოცხლე და მიანიჭოს ადამიანს ცხონება. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ეს ხდება დღესაც. ამ ძალის გამო ჩვენ დღეს ვაღიარებთ იესო ქრისტეს. წარმოიდგინეთ ერთი წუთით სულიწმინდამ რომ მოაშოროს ეს მადლი ჩვენგან. ყველა გადავიქცევით მომენტალურად ურწმუნოებად. მე მინდა მოგილოცოთ ყველას სულთმოფენობა და მოგიწოდებთ რომ დავფიქრდეთ მისი გარდამოსვლის მნიშვნელობაზე და ისევ ვასრულებთ ქრისტეთი. იესომ თქვა, მე რომ არ წავიდე, სულიწმინდა თქვენთან არ მოვა. მე თუ წავალ, მაშინ მოვა. რაც გულისხმობდა იესო წასვლაში და სულიწმინდის მოსვლაში. მოსვლაში ის, რაც მოხდა სულთმოფენობისას და წასვლაში მის ჯვარცმას. წასვლა ნიშნავს მის სიკვდილს, მის აღდგომას, მის ამაღლებას, მამასთან დაბრუნებას. იმისათვის, რომ სულიწმინდა დღეს მოსულიყო ჩვენთან, იესომ გადაიხადა საფასური. არა ჩვენი დამსახურებებით, არა ჩვენი სინანულით, არა ჩვენი მორჩილი, მლოცველი, მონანიე გულით, არამედ იმიტომ, რომ იესო ჯვარზე დაეკიდა და მოკვდა როგორც ჩვენთვის შეწერული მსხვერპლი, სულიწმინდა მკეთილინება მოვიდა და დასახდა ჩვენ შორის. იცით თუ არა, რომ თქვენი სხეულები სულიწმინდის ტაძარია. იცით თუ არა, რომ 24 საათის განმავლობაში, 7 დღის კვირაში განმავლობაში სულიწმინდა იმყოფება თქვენში, თქვენთან და არასოდეს არ გტოვებთ. იესომ თქვა, არ დაგტოვებ თქვენ ობლებად. ეს არის მისი მისია, ეს არის მისი მსახურება, ეს არის მისი მოქმედება. ურწმუნო გადააქციოს მორწმუნედ, მკვდარი გააცოცხლოს, გაფანტოს ყველანაირი ეჭვი და გვაზიაროს იესოსთან. აი როგორც ბავშვებს ხელი ჩაგვყიდა და მიგვიყვანა ჯვართან. თვითონ არ ჩანს, არ სურს გამოჩენა, არ სურს ნაღლობს, როდესაც მასზე ბევრს ლაპარაკობენ და არა ქრისტეზე. ნაღლობს, დარწმუნებული ვარ. ბიბლია მომს არ დაანაღვლიანოთ სულიწმინდა. იმიტომ რომ მან ხელი ჩაკვიდა და მიგვიყვანა ქრისტესთან და გითხრა უმზირე ჯვარს, საიდანაც ღებულობ გადარჩენას. იმიტომ რომ ჯვარცმა ღვთისძის სიკვდილი, ეს არის წმინდა სამების საქმე ჩვენთვის. მამამ შეგვიყვარა და გამოგზავნა ძე, ხოლო სულიწმიდამ ქრისტე ჯვართან მიიყვანა და თავი შეაწირია მამას და თავი შეაწირია როგორც მსხვერპლს თითოეული ჩვენგანის გადასარჩენად. ვილოცოთ.